140 მილიარდი დოლარის აქტივების მეპატრონე, სწრაფი მოდის პიონერი და ახლა უკვე მსოფლიოში უძრავი ქონების ყველაზე დიდი მაგნატი. ესპანელი ამანსიო ორტეგა პლანეტაზე ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანია. მან როგორც სწრაფი მოდის პიონერმა 1975 წელს თავის ყოფილ მეუღლესთან, როსალია მერასთან ერთად კომპანია ინდიტექსი დააფუძნა, რომლის ყველაზე ცნობადი ბრენდი დღეს Zara. ორტეგა მადრიდის საფონდო ბირჟაზე წარმოდგენილი ინდიტექსის დაახლოებით 60%-ს ფლობს. ინდიტექსი კი ჯამში 7 ბრენდს, მათ შორის Massimo Dutti's, Pull&Bear's და მთელ მსოფლიოში 5000-მდე მაღაზიას აერთიანებს. 2022 წელს ინდიტექსში 15 წლიანი მუშაობის შემდეგ კომპანიის თავმჯდომარე მისი ქალიშვილი მარტა ორტეგა პერესი გახდა. ამანსიო ორტეგა ყოველწლიური დივიდენდების სახით $400 მილიონ მეტს იღებს, რის რეინვესტირებასაც ძირითადად ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში მდებარე უძრავ ქონებაში ახდენს. 2026 წლის მონაცემებით ესპანელმა მილიარდერმა შეძლო და უძრავი ქონების მსოფლიოში ყველაზე დიდ მაგნატად ჩამოყალიბდა. მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების ათეულის წევრმა თავისი კაპიტალი ტანსაცმლის ინდუსტრიაში დააგროვა. მისი სტრატეგიული ინვესტიციები ფენომენალურ ტრანსფორმაციას აჩვენებს, სადაც სწრაფი მოდიდან მიღებული მილიარდობით დოლარის დივიდენდები მუდმივ მზარდ და ხელშესახებ აქტივებად იქცევა. ორტეგას საინვესტიციო კომპანიამ პონტეგადეა დღეს $25 მილიარდ მეტი ღირებულების პრემიუმ კლასის უძრავ ქონებას მსოფლიოს წამყვან ქალაქებში ფლობს. მისი სტრატეგია მარტივი, თუმცა უნიკალურია. ორტეგა უძრავ ქონებას მხოლოდ საკუთარი სახსრებით, საბანკო სესხებისა და ვალების გარეშე ყიდულობს, რაც მას საპროცენტო განაკვეთების რყევებისგან იცავს და გარიგებების სწრაფად დასრულების უპირატესობას აძლევს. ამასე ორტეგას პორტფელი პლანეტის ყველაზე სასურველ ლოკაციებს აერთიანებს. ის ფლობს ამაზონის სათაო ოფისის უდიდეს ნაწილს სიეტლში, Royal Bank Plaza-ს ტორონტოში, ისტორიულ Adelphi Buildings-სა და Post Buildings ლონდონში, დიდრულ საცხოვრებელ ცათამბჯენებს ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში, ასევე პრესტიჟულ შენობებს მადრიდის, პარიზის, ბერლინისა და მაიამის ცენტრალურ ქუჩებზე. მისი უძრავი ქონების იმპერია მხოლოდ საოფისე და საცხოვრებელი ფართებით არ შემოიფარგლება. ის აქტიურად ინვესტირებს უზარმაზარ ლოგისტიკურ ცენტრებში, შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, სადაც მისი მოიჯარეები ისეთი კორპორაციები არიან, როგორებიც არის FedEx, Nestle და Amazon. ეს გლობალური დივერსიფიკაცია მას ყოველწლიურად სტაბილურ ასობით მილიონი ევროს ოდენობის პასიურ შემოსავალს აძლევს, რაც ახალი ქონების შეძენას ხმარდება. ამ კოლოსალური სიმდიდრის უკან დგას ისტორია, რომელიც თავდაუზოგავი შრომითა და ინოვაციური ხედვით დაიწყო. ამასე ორტეგამ თავის ბიზნეს კარიერა 1975 წელს ესპანეთის ჩრდილოეთში მდებარე პატარა ქალაქ ლა კორუნიაში მეუღლესთან ერთად ხალათებისა და თეთრეულის კერვით დაიწყო. სწორედ აქედან იღებს სათავეს Zara-ს ფენომენი. მან საცალ ვაჭრობაში სწრაფი მოდის კონცეფციის დანერგვით რევოლუცია მოახდინა. კომპანიის სწრაფი ზრდისა და გამდიდრების მთავარი საიდუმლო მიწოდების ჯაჭვის, სრული კონტროლი და წარმოების დიდი ნაწილის ესპანეთსა და მის მეზობელ ქვეყნებში შენარჩუნება იყო. რამაც კომპანიას მისცა საშუალება ახალი დიზაინის შექმნიდან მაღაზიის დახლებზე, მის მოხვედრამდე დრო რამდენიმე თვიდან, რამდენიმე კვირამდე შეემცირებინა. მომხმარებლის მოთხოვნაზე მყისიერმა რეაგირებამ, ლოგისტიკურმა სიზუსტემ და ხელმისაწვდომა ფასებმა Zara და შემდგომში ინდიტექსი გლობალურ იმპერიად აქცია, რომელიც დღეს მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში ათასობით მაღაზიას აერთიანებს. დღეს კომპანია მნიშვნელოვანი ცვლილებებისა და ტრანსფორმაციის ეტაპზეა, რათა თანამედროვე გამოწვევებს უპასუხოს. ინდიტექსის მართვის სადავეები ამასიოს ქალიშვილმა მართა ორტეგამ გადაიბარა, რომელმაც ბრენდის პრემიუმიზაციისკენ აიღო გეზი. კომპანიაში დაგეგმილი ცვლილებები Zara-ს იმიჯის მაღალ მოდასთან დაახლოებას გულისხმობს, რაც ექსკლუზიური კოლექციების შექმნასა და მაღაზიების დიზაინის მოდერნიზებაში გამოიხატება. ამავდროულად კომპანია მცირე ზომის ფილიალებს ხურავს და აქცენტს გიგანტურ ტექნოლოგიურად აღჭურვილ ფლაგმანურ მაღაზიებზე აკეთებს, სადაც ფიზიკური და ციფრული შოპინგის გამოცდილება იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. რადიკალური და მასშტაბური ცვლილებები ხორციელდება თავად ორტეგას საინვესტიციო იმპერიაში. მისი კომპანია პონტეგადეა ტრადიციული უძრავი ქონების საზღვრებს ცდება და განახლებადი ენერგიისა და გლობალური ინფრასტრუქტურის სექტორებისკენ მიიწევს. ბოლო პერიოდში ორტეგამ ესპანეთსა და საფრანგეთში მზისა და ქარის ენერგიის პროექტებში ასობით მილიონი ევროს ინვესტიცია ჩადო. 2026 წლის დასაწყისში ორტეგამ ისტორიული ნაბიჯი გადადგა ავსტრალიის ბაზარზე შესვლით და უმსხვილესი ლოგისტიკური და საპორტო ოპერატორის QB's შესყიდვით. ამასე ორტეგას გავლილი გზა თანამედროვე ბიზნესის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ის უზარმაზარ წილს მსოფლიოს უდიდესი კორპორაციების სათაო ოფისებში ფლობს და ყოველწლიურად მილიარდობით ევროს დივიდენდს იღებს, ორტეგა უკიდურესად თავმდაბალ და დაფარულ პიროვნებად რჩება. ის კვლავ თავის მშობლიურ ქალაქში, ჩვეულებრივ ბინაში ცხოვრობს და მისი ცხოვრების სტილი მილიარდერებისთვის დამახასიათებელ ფუფუნებას საერთოდ არ გავს. მან დაამტკიცა, რომ კაპიტალის ჭკვიანური მართვით შესაძლებელი არა მხოლოდ ერთი გლობალური ინდუსტრიის დაპყრობა, არამედ სიმდიდრის ისეთ მყარი ფუძის შექმნა, რომელიც აწლეულების განმავლობაში მოდის ცვალებადი ტენდენციების მიღმაც, ურყევი და მზარდი იქნება.